კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ნინო გოგინაშვილი ჩაგვერთვება. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთანაც პირველი კითხვა მექნება ანალოგიურად, რასაც ბოლო დროს ჩემს გადაცემაში საუბრობ. რამდენიმე დღის წინ უკვე ორი კვირაა ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებს ადევს ინკასო. ხელისუფლება ცდილობს, რომ ასე ფინანსური ბერკეტით მოკლედ გაგვაჩეროს და ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. მე მაინტერესებს თქვენგან შეფასება დღევანდელ გარემოში, როგორ აფასებთ მედიის თავისუფლების ხარისხს და ხელისუფლების ეს გზავნილები მედიის მიმართ მიიჩნევა თუ არა მიზან მიმართულ ზეწოლად, ასევე თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის მხოლოდ ერთჯერადი გზავნილი კონკრეტული არხის წინააღმდეგ თუ გრძელვადიანი ტენდენცია და მედიის კონტროლი? კი ბატონო, რასაკვირველია, ბოლოდან დავიწყებ, ეს არ არის ერთჯერადი გაფრთხილება, ეს არის იმ სისტემური მიდგომის შემადგენელი კომპონენტი, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლება, ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც არალეგიტიმურია უკვე 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბების შემდგომ, ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ამით გვეუბნება როგორც საზოგადოებას, ასევე მედიას, რომ ამ სახელმწიფოში, რომელსაც ის წარმატების ჯერჯერობით ცდილობს, რომ შეათრიოს რუსეთის ჩრდილოვანი გავლენების ქვეშ, არ არის დამოუკიდებელი მედიის ადგილი. ეს არის ტერორი, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს და პირველ რიგში სულთქავს სწორედ იმ თავისუფალ და დამოუკიდებელ ინსტიტუციებს და თავისუფალ მედიას, რომელიც ბედავს და არ ატარებს სამთავრობო პროპაგანდას და მაყურებლისთვის რჩება მიუკერძოებელ და თავისუფლების კუნძულად. მიუკერძოებელი სიტყვის და რეალობის სწორი ასახვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, შეგვიძლია ასე ვთქვათ. ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება დგას ტერორზე, დგას რეპრესიებზე და ის რომ რეჟიმი ებრძვის მედიას, ეს არ არის სიახლე, ეს არ არის ქართული ოცნების და მისი არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის მოგონილი, ეს არის კარგად გაწერილი, აპრობირებული და დროში გამოცდილი მეთოდი, რომელსაც რუსეთი და ამ შემთხვევაში პუტინის რუსეთი და პუტინის რუსეთის ყველა გავლენის ქვეშ მყოფი სხვადასხვა სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული მთავრობა ახორციელებს. ანუ ჩვენ რასაც საქართველოში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში უყურებთ, ხო? ანუ დარტყმა მედიაზე, დარტყმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, მედიის თავისუფლების გაძლიერებას და იმ ღირებულებებზე მუშაობენ, რომლებიც არის დემოკრატიული ევროპული ღირებულებები და ეს არის ღირებულებები, რომლებთანაც ქართული საზოგადოება თავს აიდენტიფიცირებს და ჩვენს კონსტიტუციაში გვაქვს გაწერილი, რომ ჩვენი მიზნები და ჩვენი სვლა არის ევროკავშირისგან, არა იმიტომ, რომ თქვათ ევროკავშირი არის რაღაცა სტრუქტურა, რომელშიც ჩვენ ვისწრაფით რომ შევიდეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ღირებულებითად ვეკუთვნით ამ გარემოს და თავისუფალი მედია არის ამ ღირებულებითი გარემოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და საყრდენი. როგორც კი და თუ დადგება დრო, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი დრო არ დადგება საქართველოში, მაგრამ თუ დადგება დრო, როდესაც სახელმწიფოში აღარ იარსებობს დამოუკიდებელი მედია, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი გააგრძელებს მოხუთვით რეპრესიებს და ეს რეპრესიები გადავა უკვე არა ინსტიტუციებზე, არა მედიებზე, არა ტელეკომპანიებზე და ასე შემდეგ, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ყველა ის დამოუკიდებელი მედია, რომელიც ამ წუთას იმყოფება არალეგიტიმური ხელისუფლების დარტყმის ობიექტი, რომელიც არის. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც არაერთ გზის მიმართა ქართული ოცნების ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლებამ ასეთივე ფინანსური პრობლემებით დაიწყო მთავარი არხის პრობლემები, რომელიც დღეს ფაქტობრივად, ანუ ტელეკომპანიის სახის აღარ არსებობს და სოციალურ ქსელში მთლიანად გადანაცვლებული, ასეთივე პრობლემების შექმნას ცდილობს არალეგიტიმური რეჟიმი. ტელე-პირველის ფორმულას ყველა იმ დამოუკიდებელი მედიის მიმართ რადიო თავისუფლების მიმართაც კი, რომელიც მას პირდაპირ ასე ვთქვათ, რომ ქართული იურისდიქციაში არ ფუნქციონირებს სრულად, ხო? ბათუმელები, არ ვიცი, უამრავი სხვადასხვა მედია გახდა უკვე ხელისუფლების რეჟიმის დარტყმის ობიექტი. ზია მაღლობელის საქმე მთლიანად არის როგორც მედიის შევიწროების და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის და თავისუფალი მედიის რეპრესიების მაგალითი. ესეთი ნაბიჯებით ყველა რეჟიმი, არა მხოლოდ საქართველოში დღეს და გუშინ ჩამოყალიბებული რეჟიმი, არამედ ყველა რეჟიმი ცდილობს, რომ საკუთარი არეალი გაავრცოს მაქსიმალურად და ამისთვის მას სჭირდება ობიექტური მედიების გაქრობა. ამიტომ მე გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ
ყველას, ვინც არის რეჟიმის მხრიდან, ყველა იმ მედიას, თავისუფალ მედიას, რომელიც არის რეჟიმის მხრიდან ესეთი დარტყმის და რეპრესიების მსხვერპლი დღეს. მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ მხარეს არის სიმართლე. დამოუკიდებელი მედიების მხარეს არის სიმართლე, ამიტომ ამ ბრძოლაში დამარცხება ეს არის გამორიცხული. ამ ბრძოლას მოიგებს ის მხარე, რომელსაც წარმოადგენს სიმართლის მხარე და ეს მხარე ვართ ჩვენ და თქვენ. დიახ, და აქვე დავამატებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც რუსული გავლენები, რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა ძალიან აქტიურად ვრცელდება და სწორედ ამასებთვის ხო დამოუკიდებელი მედია და ძალიან დიდი საფრთხეა, სწორედ რომელიც მოდის რუსეთიდან, სწორედ ამ რეგიონში არის ყველაზე მეტად. აი იმ ნარატივის, ის ნარატივი ხო, რაც რუსეთის მხრიდან ვრცელდება. ანუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ მე უკაცრავად გამომრჩა ეს აუცილებლად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია. იმიტომ რომ რეგიონის პრობლემებზე ჯერ ერთი და განსაკუთრებით კი, ანუ საოკუპაციო ხაზთან ეს პრობლემები ხო ანუ არ შუქდება, ამას არ აშუქებს იმედი, ამას არ აშუქებს არც ერთი სამთავრობო მაუწყებელი, ამას არ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც წესით უნდა იყოს საზოგადოების, მაგრამ ამ წუთას არის სამთავრობო არხი. ამაზე არავინ არ კონცენტრირდება და სამწუხაროდ ხშირად ვერ კონცენტრირდებიან ის მეინსტრიმული ოპოზიციური დამოუკიდებელი მედიები, რომლებიც ვიცით ხო, მაგრამ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ რეგიონის დამოუკიდებელ მედიას უნდა გქონდეს თავისუფალი მაუწყებლობის შესაძლებლობა, მაგრამ ეს თავისუფალი მაუწყებლობის შესაძლებლობა რასაკვირველია არ სჭირდება რეჟიმს, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთი ოკუპანტად. ანუ ის რომ თქვენ აშუქებთ მაგალითად ოკუპირების საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს, ეს არ სჭირდება დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ეს სჭირდება საზოგადოებას და რასაკვირველია რომ ამ რეჟიმი გვეუბნება კიდეც და საკუთარი ქმედებებით აჩვენებს, რომ არა მარტო დედაქალაქის და დიდ მედია ოპოზიციურ მედიებს შეუქმნის პრობლემებს, არამედ ყველა მედიას შეუქმნის პრობლემას. და იქ შეუქმნის პრობლემას, სადაც მას არ სჭირდება, რომ სიმართლე მივიდეს საზოგადოებამდე. არჩევნებზეც მინდა გკითხოთ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, არ ვიცი ალბათ აქ მაგრამ და გასულ არჩევნებზე, რომლის არჩევანიც ეჭქვეს დგას და არ აქვს აღიარება არც საერთაშორისო და არც არანაირი. ხომ თუ გავითვალისწინებთ აი ეს პოლიტიკურ გარემოს დღეს და იმ შეზღუდვას, რომელიც თუნდაც ცვლილებებს საარჩევნო კანონში, ხომ შეზღუდვებს დამკვირვებლების და ასე შემდეგ ფაქტიურად მათ ფუნქცია აღარ აქვთ. როგორ წარმოგიდგენიათ აი ეს თვითმმართველობის არჩევნები და საერთოდ აი ეს პოლიტიკური გარემოც და ამ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაც მინდა თქვენი შეფასება აი ამ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, თვითმმართველობის ეგრეთ წოდებული არჩევნები ამას უბრალოდ მარტივად მოახსნა, ძალიან მარტივად რეჟიმმა, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბა და დღეს იმყოფება არალეგიტიმური ხელისუფლების სტატუსით და ეს არალეგიტიმურობა მთლიანად განსაზღვრულია შიდა ლეგიტიმაციის არმინიჭებით, ანუ ეს ამ არჩევნების ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგები არ აღიარა საზოგადოებამ საქართველოში და საქართველოს საზოგადოების არაღიარების საფუძველზე უკვე არ აღიარა არც ერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, რომელიც არის საქართველოს პარტნიორი, ან რომელიც არ არის საქართველოს პარტნიორი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მოყოლია. ეს არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ რაც არ უნდა გვითხრან მათ და მაღალ პოზიციებზე მყოფმა ჩინოვნიკებმა, რომ მათ არ აინტერესებთ რა სიტყვის დასავლეთი, მათ არ აინტერესებთ რა სიტყვის დიდი ბრიტანეთი, არ აინტერესებთ რა სიტყვის ევროკავშირი. ეს არის ტყუილი. ისინი გამალებით ცდილობენ ყველა შესაძლო შემთხვევა გამოიყენონ იმისთვის, რომ მათ არალეგიტიმურ რეჟიმს მიენიჭოს ლეგიტიმაცია. ამიტომ, როდესაც რეჟიმი გვეუბნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე შემოდით და მონაწილეობა მიიღეთ, აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საფრთხე. პირველი საფრთხე, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მაშინ, როდესაც 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს მთავრობას, ეგრეთ წოდებულს, მაშინ, როდესაც ამ 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრიდან არსებობენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები დაკავებულები და ეს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული გვეუბნება ჩვენ, რომ მე თვითმმართველობის არჩევნებს ჩავატარებ სამართლიან გარემოში, ეს არის ნონსენსი, ეს არის ტყუილი და არავინ ამას არ დაიჯერებს არასდროს.
შეცვლილი საკანონმდებლო ჩარჩო თქვენ თავად ახსენეთ, ანუ 2017 წლის სტატუს quo დააბრუნეს ფაქტობრივად ამ 2025 წლის ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ნაწილში. იმაზე ბევრად უარესი საკანონმდებლო პირობები გვაქვს დღეს, ვიდრე ჩვენ გქონდა თუნდაც 2021 წელს, მაშინაც ბიზინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა ხელისუფლებამ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იყო, მან მოატყუა როგორც ქართული საზოგადოება, ასევე მოატყუა შარლ მიშელი, ასევე მოატყუა მისი პარტნიორები და არ დაგვაუწყოს, რომ 2021 წელს ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ არ ქონდა ნათქვამი უარი იმაზე, რომ მისი გეზი არის დასავლეთისკენ და პირიქით ისინი არ წმუნებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში მოხდებოდა სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაცია, რაც რასაკვირველია, მაშინვე იყო ვიცოდით, რომ იყო ტყუილი, მაგრამ ეს უკვე თვითონვე გვაჩვენეს. და დღეს, როდესაც საკანონმდებლო პირობები არის გაუარესებული, დღეს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ფაქტობრივად სახვეწარი აქვს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ერთობა უნდა შედგეს იმ ოპოზიციური პარტიების სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ერთობაზე, ერთობის მნიშვნელობაზე, საზოგადოების დაკვეთა არის ეს ერთობა, მაგრამ აუცილებლად უნდა ავხსნათ, რომ ერთობა უნდა შედგეს სწორი იდეის გარშემო. სწორი იდეა ამ შემთხვევაში არის, რომ ჩვენ არ უნდა მივიღოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არის თანამშრომლობას უდრის ამ არჩევნებში მონაწილეობა და რეჟიმთან თანამშრომლობით რეჟიმი არ სუსტდება, ესეთი რაღაცა არ მომხდარა ერთად. რეჟიმი სუსტდება მაშინ, როდესაც რეჟიმს უპირისპირდები, როდესაც რეჟიმთან არ თანამშრომლობის სტრატეგია გაქვს არჩეული და ამ არ თანამშრომლობის სტრატეგიას, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ეს თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯი მიყვები. ამიტომ ის რომ ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, როგორც ერთი მოქალაქისთვის და ასევე როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, უკიდურესად სამწუხაროა ლელოს გადაწყვეტილება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და კრიმინალურ არჩევნებში შეყოს ქართულ ოცნებას. ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ არ შესულიყო არც გახარია, თუმცა რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლელოს შემთხვევაში, იმიტომ რომ ლელო წლების განმავლობაში პოზიციონირებდა როგორც ოპოზიციური პარტია და ეს ოპოზიციური პარტიის მითი მან მითად აქცია ფაქტობრივად, ანუ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ლელოს ხელმძღვანელობამ, ლიდერშიპმა, რომელიც ამჟამად ასევე დატყვევებულია სხვათა შორის და პარტიის სხვა წევრები იძახიან, რომ ეს არის რეჟიმი და რანაირად შეიძლება მაშინ ამ რეჟიმთან კონდეს მოლოდინი, რომ ის რაიმეს დათმობს. გარდა იმისა, რომ მოიპოვებს შიდა ლეგიტიმაციას, ეს ართულებს იმ ბრძოლას, რომელიც ქართულ საზოგადოებას საკუთარი სტრატეგიით აქვს განსაზღვრული, ანუ პოლიტპატიმრების ოჯახების წარმომადგენლები. პირდაპირ იძახიან, რომ რეჟიმის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა იქნება ღალატი იმ გზის, რის გამოც და რომელი გზის გამოც ჩვენ დღეს საქართველოში 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს. 19, 20, 21 წლის ბიჭები არიან დაკავებულები. ზია ამაღლობელი არის დაკავებული და ეს არის რეჟიმის გამოვლინება და ამ ხელისუფლებას წოდებულ კრიმინალურ დაჯგუფებას არჩევნებში ვერ შეყვება ვერც ერთი ოპოზიციურად მოაზროვნე პარტია და პოლიტიკოსი. მე მართლა მიჭირს ასეთი შეფასების გაკეთება, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ამ ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებში არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ კი არა, რომ ესე ჩვენ გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ ესე გადაწყვეტა საზოგადოებამ, ასე გადაწყვეტა 8 ოპოზიციურმა პარტიამ და სხვათა შორის 8 ოპოზიციური პარტიის ერთობა შესაძლებელი გახადა სწორედ თვითმმართველობის ეგრეთ წოდებული არჩევნებში არ მონაწილეობის იდეამ. ანუ ეს იდეა რომ არ იყოს სწორი, ეს იდეა რომ არ იყოს უმრავლესობიდან წამოსული, ამ ერთობის მიღწევაც გაცილებით უფრო გაჭირდებოდა, ხომ, ანუ ეს ხო მარტივი არ არის. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რამდენად რთულია ამა თუ იმ საკითხზე ოპოზიციის მხარესაც კი შეთანხმებების მიღწევა და ეს შეთანხმება, რომ არ ეთანამშრომლოთ რეჟიმს, ერთსულოვნად მივიღეთ, ანუ არ ყოფილა ამ შეთანხმების და ამ იდეამდე მისვლის გზაზე არავითარი დაბრკოლება, რომელიც ვერ გადაილახა. ავტომატურად ეს ნიშნავს იმასაც, რომ იდეა იმდენად სწორია, რომ 8 პარტიამ მოახერხა მის გარშემო კონსოლიდაცია. ამიტომ, როდესაც ისმის მეორე მხრიდან, იმ პარტიების მხრიდან, მათ შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ ამ ფარსში, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებს ეძახის ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება მონაწილეობა მიიღოს, ამ მეორე მხრიდან გვესმის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვეშლება პარტიის რეგიონალური ფრთა. მეგობრებო, ეს არის უდიდესი შეცდომა.
რეგიონებშიც ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ არაფერს არ მოიტანს, თუნდაც საკრებულოში ორი ადამიანის ყოფნა, რეჟიმს ეს ვერ შეაჩერებს, რეჟიმს ეს ვერ შეასუსტებს და პირიქით მიანიჭებს მას იმ შიდა ლეგიტიმაციას, რომელიც უკვე ვერანაირად ვეღარ იქნება უგულებელყოფილი საგარეო პარტნიორების მხრიდან. როგორც კი მოხდება შიდა ლეგიტიმაციის მინიჭება, იმ წუთასვე ჩვენი საგარეო ბრძოლა იქნება საფრთხის ქვეშ და ეს არის ლოგიკური. ამის ახსნას ჩვენ ბევრჯერ ვცდილობთ, ბევრჯერ სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა ფრაზეოლოგიით, მაგრამ ეს არის ძალიან მარტივი გასახმელი, იმიტომ რომ თუ შენ შიგნით ეთანამშრომლები ხელისუფლებას, მაშინ აღიარებ მას როგორც ხელისუფლებას და თუ შენ არ ეთანამშრომლები ხელისუფლებას, მაშინ შენ იძახი რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ამიტომ არ ვეთანამშრომლები მას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ არ თანამშრომლობის ხაზი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ არც პარტიებმა და განსაკუთრებით იმ კონტექსტში რომ საზოგადოების მხრიდან არის ეს დაკვეთა წამოსული, ეს არ არის ახირება, ეს არ არის მარტივი. ადამიანები რომლებიც ციხეში არიან გამოკეტილები იმის გამო რომ რეჟიმთან არ ითანამშრომლეს. ზურა ჯაფარიძის დედის დაკრძალვაა დღეს. ძალიან დიდი ბოდიში, აი ესეთი ემოციური, ამიტომაც ვარ ნაწილობრივ. ზურა ჯაფარიძე ციხეში ზის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ ეთანამშრომლა რეჟიმს და არ გამოცხადდა ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს. ზურა არ არის ერთადერთი უბრალოდ დღევანდელმა დღემ განაპირობა, რომ ზურას სახელით ვიძახი ამ თემას ვაჟღერებ ამ კონტექსტში. ადამიანები უკანონოდ არიან დატყვევებულები იმის გამო, რომ რეჟიმთან არ ითანამშრომლებს და ამის ფონზე რაღაცა ილუზიური წარმოდგენა, რომ ჩვენ შეგვიძლია რეჟიმს, რომელსაც ტოტალურად შეუძლია გააყალბოს ნებისმიერი არჩევნები, ამ რეჟიმთან ჩვენ ქალაქებს გამოვტაცებთ და ეს თბილისი იქნება თუ სხვა დიდი ქალაქები, ეს არის ილუზია და ამ ილუზიას საზოგადოება არ აპატიებს, მათ შორის არც იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც აქამდე ოპოზიციონერებად იყვნენ წარმოჩენილები საზოგადოების плаში, ისინი დაკარგავენ ამ სტატუსს, დაკარგავენ ოპოზიციური პარტიის სტატუსს. ისინი დაკარგავენ ამ ელექტორატს, რომელიც მათ წლების განმავლობაში მოიზიდეს, მოიბეს და მოიბეს ზუსტად იმ ღირებულებების გამო, რომელი ღირებულებებით საზოგადოებაში არსებობს და ეს არ არის რეჟიმთან თანამშრომლობის ღირებულება. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ქართველი საზოგადოება თავისი წარსულით, ისტორიით, კულტურით და მომავლით ეს არის ევროპული საზოგადოება და ამ საზოგადოების შეთრევა უკან იქ სადაც მას აღარ უნდა რომ იყოს და დასაკვირველია გულისხმობ უკვე პუტინის რუსეთს. ამ საზოგადოების შეთრევა ვერ მოხდება რუსეთში. მიუღებლობაა ძალიან დიდი საზოგადოებაში და როდესაც ხელისუფლება აღარ გამოხატავს საზოგადოების აზრს, სწორედ ამ დროს ხდება ის არალეგიტიმური და როდესაც ოპოზიციური პარტია აღარ გამოხატავს საკუთარი ელექტორატის აზრს, ისიც კარგავს ამ ელექტორატს და ისიც ხდება არალეგიტიმური. ამიტომ გულწრფელად მოვუწოდებ ყველას კიდევ ერთხელ, სანამ არ არის გვიანი, გაიაზრონ რა რისკების წინაშე დგებით, როდესაც საუბრობთ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ქართული ოცნების გარდა არავის არ აწყობს ამ თვითმმართველობაში მონაწილეობა და არასდროს არ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის ქართული ოცნების როგორც რეჟიმის სურვილი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ არ თანამშრომლობა, შევინარჩუნოთ ის ხაზი, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში 230 დღეა დაახლოებით უწყვეტ რეჟიმში ქართული საზოგადოება სხვადასხვა ქალაქში დგას საპროტესტო აქციებზე. ეს არ არის მარტივი და ეს არ არის ცოტა. ამიტომ მეტი პატივისცემა გამოიჩინოს ყველა პარტიამ საკუთარი ამომრჩევლის და საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, რას დებენ სასწორზე რეჟიმთან თანამშრომლობით. კი ბატონო და ბოლოს მინდა გკითხოთ სათხედავთ როგორც ოპოზიცია გამოსავალს, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ უკანონო პატიმრები, მაგარ ჩამოთვლი ახლა ხო ერთი მეორის მიყოლებით შემზღუდავ კანონებს, ხო, რომელსაც ესე ერთი მეორის მიყოლებით იღებენ, შეზღუდული მედია არასამთავრობო ორგანიზაციები, თქვენ სათხედავთ გამოსავალს, ანუ საერთაშორისო ზეწოლა, საზოგადოებრივი პროტესტი თუ როგორ წარმოგიდგენიათ მოკლედ? კი ბატონო, აი ნაწილობრივ წინა კითხვაზე პასუხის დროსაც ვისაუბრე, არ თანამშრომლობის სტრატეგიაში ვხედავ მე ამ გამოსავალს, იმიტომ რომ ყველა სხვა მეთოდი, ყველა სხვა გზა, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელეთ, გავიარეთ, განვიხილეთ, არც ერთი სხვა გზა არ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რა შედეგის მიღწევაც ჩვენ გვინდა. ეს შედეგი არის რეჟიმის ჩამოშლა. რეჟიმის ჩამოშლისთვის შეგვიძლია, როდესაც მშვიდობიან პროტესტებს საუბრობ,
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობიანი პროტესტის დროს რეჟიმის ჩამოშლა ხდება სხვადასხვა მხრიდან ერთი და იგივე წერტილში დარტყმების მიყენებით. შიგნით ეს არის არალეგიტიმაცია, გარეთ ეს არის შიდა არალეგიტიმაცია და საგარეო ინდივიდუალური სანქციები. ჩვენ ვიცით ხომ, სანქცირებული 77 სანქცირებული ჩინოვნიკის შეცვლა და სისტემიდან გაშვება მოახერხა ქართულმა ოცნებამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. ამაზე ჩვენ ვერ კონცენტრირდებით ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი სხვა მიმდინარე პრობლემაა, ბევრი სხვა თემაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეჟიმს სანქცირებული ჩინოვნიკები აშინებს, მას არ სჭირდება სანქცირებული ჩინოვნიკები იყვნენ დაკავშირებული მის სახელთან. ის იშორებს ყველა იმ ადამიანს ძალოვანი სტრუქტურებიდან ამხელა საკადრო ცვლილებების განხორციელება ძალოვან სტრუქტურებში ეს არ არის უბრალო ამბავი, ეს არის ქართული საზოგადოების და ოპოზიციის გამარჯვება. ის გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ ჩვენ ართანამშრომლობის სწორედ იმ და ეს ართანამშრომლობა არის ერთადერთი გამოსავალი. აქ ხედავთ გამოსავალს გაერთიანებაში ართანამშრომლობის იდეის გარშემო, ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაში, საზოგადოების გაერთიანებაში. ჩვენ ხედავთ ხო, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფები, მედიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები, კულტურის სფერო, ყველა ეს სხვადასხვა ჯგუფი უერთდება ართანამშრომლობის იდეას. ისინი ხმამაღლა აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს და მე მინდა შევახსენო ყველას 19 ივლისი თარიღი, რომელიც პირველი ესეთი დიდი თარიღია, როდესაც ჩვენ ართანამშრომლობის სტრატეგიით და მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გავმართავთ პირველ საპროტესტო მარშს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან პარლამენტის მიმართულებით. ეს იქნება ჩვენება კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ შეგვიძლია კონსოლიდირდეს სწორი იდეის გარშემო და ამ წუთას ეს კონსოლიდაცია არსებობს. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა არის ახლა გაძლების ბრძოლა. ეს არ არის სწორი იდეის მოძებნის ბრძოლა, იმიტომ რომ ეს სწორი იდეა მოძებნილია უკვე ზედაპირზე და ჩვენ ვიცით რა არის სწორი. ჩვენ ვიცით როგორ უნდა მივიდეთ იმ მიზნამდე, რა მიზანის ჩვენ საზოგადოებას აქვს. ეხლა საჭირო არის გამძლეობა და ახლა საჭირო არის ამ დასახული სტრატეგიის ბოლომდე მიყოლა და სწორედ ამ ნაწილში ხედავ მე ჩვენი საბოლოო გამარჯვების გზას. დიდი მადლობა. ნინო გოგინაშვილი კოალიცია ცვლილებების წევრი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ. გადაცემა ამით დასრულებულია. გემშვიდობებით.